ბრწყინვალებისა და შეურყეველი წითელი ხალიჩის ღიმილის მიღმა იმალება უფრო ბნელი, ნაკლებად ელეგანტური ისტორია. ინტერვიუები, რომლებიც ადრე მომხიბლელ პიროვნებებსა და ქველმოქმედ ორგანიზაციებს უსვამდა ხაზს, ეხლა შემაშფოთებელ სიმართლესა და საიდუმლო ცხოვრებას მიანიშნებს. Number 20. ეს იყო მარტინ შკრელი, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე საზუავალ ბიზნესმენად გახდა ცნობილი. მას ხშირად უწოდებენ Pharma Bros, რაც მიუთითებს დიდ ფარმა ინდუსტრიაზე და მის მჭიდრო კავშირზე ფარმაცევტულ ინდუსტრიასთან, რადგან მან საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და სიცოცხლის გადამჩენი მედიკამენტის ფასი ნიშნულოვნად გაზარდა. შკრელი ბრუკლინში დაიბადა ალბანელი მშობლების ოჯახში, რომლებიც შკრელის თომის შთამომავლები იყვნენ. მან სწავლა Hunter College-ის საშუალო სკოლაში გაიარა და დიპლომი მიიღო. შემდეგ მან ბარუხის კოლეჯში ისწავლა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მას ფინანსებში გამოცდილება აქვს და hedge ფონდების მენეჯერის გამოცდილება გამოიყენა, რათა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში შესულიყო. შემდეგ მან დაარსა Retrofini და Turing Pharmaceuticals-ი. მიუხედავად იმისა, რომ შკრელი უკვე საკამათო ფიგურად მიიჩნეოდა, 2015 წელს მან კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია, როდესაც სიცოცხლის გადამჩენი მედიკამენტის ფასი გაზარდა. ეს მედიკამენტი იყო Daraprim, ანტიპარაზიტული საშუალება, რომელიც toxoplasmosis სამკურნალოდ გამოიყენება. ფასის ზრდა არც უმნიშვნელო იყო. ის გაიზარდა 5000%-ით, $13 და 50 ცენტიდან. ერთ აბზე $750-მდე. ეს იყო აღშფოთება, რომელიც იმავე წელს მის Bloomberg-ის ინტერვიუში წამოიჭრა. გენერალური დირექტორი ამართლებდა ფასის ზრდას და ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება გონივრულ მოგებას უზრუნველყოფდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა მომავალ ფარმაცევტულ განვითარებებს. თავდაპირველად მან განაცხადა, რომ კრიტიკის პასუხად ფას 50%-ით შეამცირებდა. მაგრამ Bloomberg-ის ინტერვიუმ ნათელი გახადა, რომ ეს არ მოხდებოდა. შკრელი კიდევ რამდენიმე ინტერვიუში გამოჩნდა Bloomberg-თან, სადაც თავის გადაწყვეტილებას იცავდა და სულ უფრო გაღიზიანებული ჩანდა. ერთ მომენტში გაღიზიანების გამო მან ინტერვიუერს უთხრა, რომ ეს თემა უკვე განიხილა წინა შეხვედრებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ფასის ზრდა ალტრუისტული, უანგარო იყო და პირადი სარგებლისთვისთვის არ კეთდებოდა. ინტერვიუდან რამდენიმე თვის შემდეგ ის თაღლითობის ბრალდებით დააგავეს. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მისი საქმიანობის, MSMB-სა და Retrofini გამოძიება ჩატარდა და გამოავლინა, რომ ის თავის ბიზნესს პონცის სქემად მართავდა. შემდგომი კომპანიების გამოყენებით უხდიდა ფულს იმ ინვესტორებს, რომლებიც უკვე მოთხოვებული ხავდა. 2 წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და გამოძიების შემდეგ შკრელი 7 წლით თავისუფლების ახვეთით დასაჯეს და დაავალეს, რომ დაზარალებულებისთვის $64 მილიონი დაებრუნებინა. ნომერი 19. ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი ჟურნალისტი ბორის ჯონსონი ლონდონის მეორე მერი იყო 2008 წლიდან 2016 წლამდე. 2016 წლიდან 2018 წლამდე ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნად თერეზა მეის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. 1 წლის შემდეგ კონსერვატიული პარტიის პოლიტიკოსი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდა. 2022 წლისთვის ჯონსონი აღმოჩნდა დიდი სკანდალის ცენტრში, რომელიც ცნობილი გახდა როგორც პარტიგეიტი. Partygate იყო საიდუმლო სოციალური შეკრებების სერია, რომლებიც ტარდებოდა Downing Street-ის 10 ნომერში და სხვა სამთავრობო შენობებში 2020 და 2021 წლების ლოკდაუნების დროს, რაც პირდაპირ არ ველდა იმ დროის გაერთიანებული სამეფოს შეზღუდვებს. ღონისძიებები მოიცავდა თანამშრომლების წვეულებებს, დაბადების დღის შეკრებებსა და გამოსამშვიდობებელ საღამოებს. როდესაც ამ სავარაუდო შეკრებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დაიწყო გამოძიება და მეტროპოლიტენურმა პოლიციამ გამოავლინა 12-მდე ღონისძიება, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში გაიმართა. 6-მდე ჯარიმა იქნა გამოწერილი წესების დარღვევისთვის, მათ შორის ერთი ჯონსონისთვის. Partygate-მა საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია და დააზიანა საზოგადოებრივი ნდობა, რამაც პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნები გამოიწვია. 22 წლის სექტემბერში ჯონსონი ლის ტრასმა შეცვალა. 2 წლის შემდეგ, 24 წლის ოქტომბერში, ჯონსონი ინტერვიუსთვის შეხვდა ITV News-ის Tom Brady's თავისი მემუარების Unleashed-ის გამოქვეყნებამდე. ამ ინტერვიუს დროს მან წინა გამოჩენებზე სინანული გამოხატა. ერთზოდ ის საუბრობდა ბოდიშებზე, რომლებიც Partygate-ის საქმესთან დაკავშირებით მოიხადა, ამბობდა, რომ ზედმეტად და უსაფუძვლოდ მოიბოდიშა. ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშებმა მხოლოდ დაადასტურა ბრალდებები. ის კიდევ რამდენიმე ინტერვიუში გამოჩნდა, სადაც განაგრძობდა კონკრეტული ბრალდებების, მათ შორის არასათანადო ქცევის ბრალდებების უარყოფას. ეს უარყოფები და ასევე მისი შემდგომში უარყოფილი ბოდიშები გახდიდა ITV-ის ინტერვიუსსა და მის შემდგომ გამოჩენებს განსაკუთრებით შეუფერებელს. 25-ში ბორისის დოსიეები, ბორის ჯონსონის ბიზნეს გარიგებებისა და საქმიანობის კრებული, საჯაროდ გაჟონა.
ფაილებში არსებული ინფორმაცია და მათი მნიშვნელობა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მის უარყოფებსა და განცხადებებს და მას ბოდიშის ხელახლა მუხტასაც კი აიძულებდა. აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული პერსონალი და ყოველწლიური 115,000 ფუნტის ოდენობის საჯარო მოვალეობის ხარჯების ანაზღაურება პირადი ბიზნეს საქმიანობისთვის, მათ შორის თანამდებობის დატოვების შემდეგ მონგებიანი კონტრაქტებისა და ლობირებისათვის იყენებდა. კერძოდ გაერკვა, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული და საჯარო მოვალეობის ხარჯების ანაზღაურება გამოიყენებოდა საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებთან და მაშინდელ ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრების ორგანიზებისთვის პირადი ბიზნეს გარიგებების მიზნით. დოკუმენტების მიხედვით ჯონსონი ეწეოდა საეჭვო შემოსავლის პრაქტიკას, რამაც გამოიწვია გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს დანიშნების საკონსულტაციო კომიტეტის გამოძიება. მიუთითებენ, რომ ჯონსონმა საკუთარი თანამდებობა პირადი სარგებლისთვის გამოიყენა. საზოგადოება მოითხოვს, რომ მას ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის განკუთვნილი შემწეობა შეუჩერონ, სანამ ეს საკითხი არ გაირკვევა. Number 20. მეცარმე დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დაიბადა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, 1984 წელს. ის იყო ამერიკელი მთავრობის დახმარების თანამშრომლისა და კონგრესის კომიტეტის თანამშრომლის ქალიშვილი. ჰოლმსი აღწერდნენ როგორც მოუქნელ, მაგრამ წარმოსახვის მქონე ბავშვს. მას ცოტა მეგობარი ჰყავდა და ხშირად თავის თავთან ყოფნა უყვარდა. ის გაიზარდა და გახდა Theranos Incorporated-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ეს იყო ბიოლოგიური სითხეების ტესტირების კომპანია. ის დაასახელეს ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერი, რომელმაც ქონება საკუთარი ძალები დააგროვა 2014 წელს. თუმცა თითქმის 1 წლის შემდეგ უკვე აშკარა გახდა თუ როგორ გახდა ჰოლმსი ასეთი წარმატებული. 2015 წლის შუა პერიოდში ჭორები აქტიურად ვრცელდებოდა, რომ Theranos-ის ტესტირების ტექნოლოგია არ მუშაობდა, მათ შორის Edison-ის აპარატი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რევოლუციურ მოწყობილობად მიიჩნეოდა. იმ ოქტომბერში ჰოლმსი გამოჩნდა CNBC-ის გადაცემაში Mad Money, რათა ტექნოლოგიურ ჩავარდნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ესაუბრა. გენერალური დირექტორი კატეგორიულად უარყოფდა Wall Street-ის ბრალდებებს და Jim Cramer-თან საუბრისას ასე განაცხადა. ჯერ ფიქრობენ, რომ გიჟი ხარ, მერე გებრძვიან და ბოლოს უცებ შენ ცვლის სამყაროს. მან დაამატა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნოლოგია სრულად ფუნქციონირებდა და მიანიშნა, რომ Wall Street Journal-ი თავის სტატიაში არასანდო ან შეცდომაში შემხვან წყაროებს დაეყრდნო. ჰოლმსმა მიუთითა Theranos ნებაყოფლობით FDA-ისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და კვლევებზე, ორივე სიყენებდა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი სიზუსტის შესახებ განცხადებები მიმართებული იყო და რომ გაუმართავი ტესტების შესახებ ცნობები არასწორი იყო. ამ ფართოდ გაშუქებული ინტერვიუს მიუხედავად, სხვადასხვა კომპანიებმა კომპანიასთან პარტნიორობებისა და ინვესტიციების შეწყვეტა დაიწყეს. ეს მოიცავდა Walgreens-სა და Safeways, ორ კომპანიას, რომლებიც ჰოლმსმა თავისი CNBC-ის ინტერვიუში ახსენა და განაცხადა, რომ ისინი კვლავ Theranos-ის მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ. შემდგომში Medicare-ისა და Medicaid-ის მომსახურების ცენტრების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ Theranos-ის კალიფორნიის ლაბორატორია არ შეესაბამებოდა ფედერალურ სტანდარტებს და პაციენტები დაუყოვნებლივ საფრთხეში იყვნენ. პასუხად, რამდენიმე პარტნიორმა და ინვესტორმა ლაბორატორიული ტესტების გაგზავნა შეწყვიტა და Theranos-ის ყველა სერვისი შეაჩერა. როდესაც კალიფორნიის ლაბორატორიასთან დაკავშირებული პრობლემა არ შეფასდა, Medicare-ისა და Medicaid-ის მომსახურების ცენტრებმა Holmes და Theranos ლაბორატორიული საქმიანობიდან აკრძალვით დაემუქრნენ. 2016-ის შუა პერიოდისთვის მათ ეს მუქარა სისრულეში მოიყვანეს და Holmes აუკრძალეს ნებისმიერი სასიცოცხლო სითხის ტესტირების ფლობა და ოპერირება მომდევნო 2 წლის განმავლობაში. შემდეგ წლებში Theranos-ი რამდენიმე სასამართლო სარჩელს შეეჯახა, რომელთა მიხედვითაც კომპანია მთელ შეერთებულ შტატებში მილიონობით ტესტირების მოწყობილობას ყიდდა. ამასთან ერთად კი მათ შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს მალავდა და არასწორად წარმოაჩენდა. FBI-მ და ASHS-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ორივემ გამოძიება დაიწყო ჰოლმსისა და კომპანიის მიმართ, ხოლო 2018 წელს მათ ბრალი წაუკენეს მას და ყოფილ ოპერაციულ დირექტორს რამეშ ბალვანის თაღლითობაში. კომპანია სრულად აჭარბებდა ტექნოლოგიის სიზოს ტესტს. შემდეგ მას მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა 3 ეპიზოდისთვის ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით ჩადენილი თაღლითობისა და 1 ეპიზოდისთვის ასეთი თაღლითობის ჩადენის შეთქმულებაში. სისხლის სამართლის პროცესის დროს რამდენიმე ინტერვიუ, მათ შორის CNBC-ის Mad Money, გამოყენებულ იქნა ჰოლმსის წინააღმდეგ მტკიცებულებად. იმის დასამტკიცებლად, რომ მან არასწორად წარმოაჩინა ტექნოლოგია და ამტკიცებდა, რომ კომპანია მოქმედდა კანონიერ ფარგლებში. რაც მის თავდაჯერებულობასა და უარყოფას ინტერვიუში განსაკუთრებით შემაშფოთებელს ხდის. Holmes-ის ქონება მას შემდეგ $0 შეფასდა. ნომერი 17. 2000-დან 2003-მდე Shia LaBeouf ყველაზე მეტად ცნობილი იყო როგორც Louis, აბურდული თმის მქონე პერსონაჟი Disney Channel-ის სერიალიდან Even Stevens. 2003-ში მან თავისი პირველი დიდი წარმატება მოიპოვა, როდესაც მონაწილეობა მიიღო პოპულარულ ფილმში Holes. ამის შემდეგ მისი გარასვლა დიდ ეკრანზე შეუფერხებლად მოხდა. იმავე წელს ახალგაზრდა მსახიობმა კიდევ 3 ფილმში ითამაშა მთავარი როლი. მათ შორის იყო Dumb and Dumber, Charlie's Angels და The Battle of Shaker Heights.
ინტროიდან მოყოლებული, მან მოიპოვა მრავალი დადებითი შეფასება და შეაქეს რამდენიმე ცნობილ ფილმში შესრულებული როლებისთვის. დიდი დრო არ გასულა, რომ ის საყოველთაოდ ცნობილი გახდა. მაგრამ როგორც Kanye West-ის ბოლო დროინდელი ქცევა, მსახიობის კარიერაც მკვეთრად დაეცა, როდესაც მან უფრო და უფრო არასტაბილურ ქცევას ავლენდა. LaBeouf არაერთხელ გამოჩენილა David Letterman-ის შოუში, სადაც ხშირად საუბრობდა თავის უცნაურ ქცევაზე. 2009 წელს მან Letterman-ს უთხრა, რომ 21 დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს უნებართოდ ტერიტორიაზე შეჭრაში. 2011 წელს ის კვლავ გამოჩნდა შოუში, სადაც Letterman-მა მას კითხა კონკრეტულ სცენაზე ფილმიდან, რომელშიც LaBeouf მონაწილეობდა. მოულოდნელად LaBeouf კითხვაზე თავდაცვაზე გადავიდა. 2013 წელს მსახიობი კვლავ დაბრუნდა Late Show სტუდიაში. ამჯერად Alex Baldwin-თან სავარაუდო კონფლიქტზე საუბრობდა, რომელიც მის Broadway სპექტაკლიდან ორფანები გათავისუფლების მიზეზად სახელდება. LaBeouf-ის თქმით, ის და Baldwin-ი ორივე იმპულსური ადამიანები არიან და სწორედ ამ საერთო თვისების გამო კონფლიქტი მოუვიდათ გადაღებებზე. შესაძლოა სწორედ ეს იმპულსურობის ბუნებრივი მინიშნება გახდა მიზეზი, რის გამოც მაყურებლებმა ეს ინტერვიუ მოგვიანებით განვითარებული მოვლენების შემდეგ სხვაგვარად აღიქვეს. მსახიობის განცხადება უფრო გაფრთხილებლად აღიქვეს, რომელმაც მხოლოდ ფილმის გადაღებებზე კი არა, სხვა სფეროებზეც იქონია გავლენა. 2013-ში დარჩენილი პერიოდის განმავლობაში მან ეკრანზეც და ეკრანს მიღმაც უცნაური ქცევა განაგრძო. შემდგომ მოვლენებს შორის იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის გამოშვება, რომელიც LaBeouf-მა თავისად გამოაცხადა, თუმცა მაყურებლებმა აღმოაჩინეს, რომ ის პლაგიატი იყო. სინამდვილეში ეს ისტორია დაწერილი იყო Daniel Closey's მიერ, რომლის სახელიც კრედიტებში არ იყო მითითებული. 2014 თებერვალში ფილმის გამოსვლიდან და დიდი კრიტიკის შემდეგ, სულ რაღაც 2 თვის შემდეგ, მსახიობი კანების კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. თავზე ქაღალდის პარკი ეფარა. ქაღალდის პარკზე ეწერა: "მე აგარ ვარ ცნობილი." ამას მალევე მან ბერლინის კინოფესტივალზე პრეს კონფერენციას დაესწრო, სადაც ფილმ ნიმფომანის პოპულარიზაციას ახდენდა. Press conferences შუაში LaBeouf-მა Manchester United-ის ფეხბურთელი Eric Cantona სიტყვები მოიყვანა. ამოცნობი ფრაზით: "როცა თოლიები თევზ საჯარ გემს მიყვებიან, ეს იმიტომ ხდება, რომ ფიქრობენ, სარდინებს ზღვაში გადაყრიან." შემდეგ მან შენობა დატოვა. ცოტა ხანში ქაღალდის პაკეტის ტრიუკიც დაბრუნდა, როდესაც მსახიობი ლოს-ანჯელესის არტ-სივრცეში გამოჩნდა. სტუმრებს შეეძლოთ მასთან ურთიერთობა და სხვადასხვა რეკვიზიტის გამოყენება ამ ურთიერთობაში. იმ ივნისში LaBeouf დარბაზიდან გაიყვანეს Broadway სპექტაკლის დროს, მას შემდეგ რაც ის სცენაზე ავიდა და ერთ-ერთ მსახიობს Alan Cummings ხელი დაალო. ამ საქციელის გამო მან ღამე ციხეში გაატარა. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ქცევა რამდენჯერმე განმეორდა. LaBeouf ინტერვიუდან გამოვიდოდა, აჩვენებდა რაღაცა ბარბაროსულ ქცევას, გამოაქვეყნებდა საჯარო ბოდიშს და არსებდა კიდევ ერთ art performance. შემდეგ კი ისე არასტაბილურად მოიქცეოდა, რომ ან გაშემომ ოფებს შეაშფოთებდა, ან ხელბორკილებით საკანში აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ ის იმპულსური ხასიათი, რომელზეც David Letterman-თან საუბრობდა, კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანდა. ამ წლის დასაწყისში LaBeouf-ს რამდენიმე ბრალდება წაუკანეს ძალადობისთვის მას შემდეგ, რაც New Orleans-ში Mardi Gras-ის დროს ძალადობრივი ინციდენტი მოხდა. What's-მეების თქმით, მან იმ საღამოს რამდენიმე ადამიანს დაარტყა და ასევე მათ მიმართ არაერთი შეურაცხყოფელი სიტყვა გამოიყენა. მოსამართლემ, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე განიხილა, Shia LaBeouf-ი საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკად დაასახელა. Number text Maddie. Sarah James Wilson Vincent Sevely, უფრო ცნობილი როგორც Jimmy Savile, დაიბადა Lidzში, Englishში. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ის თინეიჯერი იყო, მუშაობდა ქვანახშირის მაღაროში, სადაც მაღაროს ინციდენტის შედეგად სერიოზულად დაშავდა. შემდეგ ის გახდა საცეკვაო დარბაზის მენეჯერი. შემდეგში ის უფრო ცნობილ სახედ იქცა თავისი ბრიტანელი შოუმენობის, დისკ ჯოკეობისა და ექსცენტრიკული ტელეპერსონაჟის საქმიანობით. ის ყველაზე მეტად ცნობილი იყო თავისი პლატინის ფერი თმით, პირში ჩადებული უზარმაზარი სიგარით და ექსცენტრიკული სპორტული კოსტიუმებით, რომლებსაც ხშირად ატარებდა. ის ასევე აქებდნენ თავისი უცნაური კომედიური სტილით, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ Sevile's სახელი უფრო ნაკლებად ასოცირდებოდა კომედიასთან და უფრო მეტად ღალატთან. Sevely იყო თავისი საკუთარი თამაშის შოუს წამყვანი, სახელად Jim Fixit. ამ შოუში ბავშვები წერილებს სტერდნენ Sevile's და სთხოვდნენ, რომ მათი ოცნებები აესრულებინა ეროვნულ ტელევიზიაში. გამორჩეულ ეპიზოდებს შორის იყო Sevile's მიერ ორგანიზებული დღე, როცა Cub Scout-ების ჯგუფს საშუალება მიეცა Blackpool Pleasure Beach-ი დღე გაეტარებინა, სადაც ამერიკულ მთებზე შეძლებდნენ გასეირნებას. სხვა ეპიზოდში ახალგაზრდა მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა Adam და Ant-ებთან ერთად დასარტყამ ინსტრუმენტზე დაეკრა. სხვა გულშემატკივარი მიიწვიეს, რომ შეხვედროდა Iron Maiden-სა და Muhammad Ali-ს და მან ერთ-ერთ ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა, რითაც რამდენიმე მაყურებლის ოცნება აისრულა. მიუხედავად იმისა, რომ შოუ შეიძლება უცკინარი ჩანდა, მოგვიანებით წამოყენებულმა ბრალდებებმა და აღმოჩენებმა თითოეული ეს ეპიზოდი და შეხვედრა განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახადა. შოუს მთელი მიმდინარეობის განმავლობაში Sevile's სერიოზული ბრალდებები წაუკანეს არასათანადო ქცევასა და ძალადობასთან დაკავშირებით, რამაც ოფიციალური გამოძიებები გამოიწვია. მაგრამ გამოძიებების მიუხედავად, პოლიციამ ვერ იპოვა საკმარისი მტკიცებულება, რომ დაედასტურებინა რომელიმე ჭორი.
პირველი შეტყობინება შემოვიდა 1955 წელს, მაგრამ როცა გამონძიებლების სავარაუდო დანაშაულის გამოძიება დაიწყეს, უკვე ძალიან გვიანი იყო. 60-იანებსა და 70-იან წლებში BBC-ის შენობებში სავარაუდო ძალადობის ფაქტები მოხდა, მაგრამ კлау, არასაკმარისი მტკიცებულებები ხელს უშლიდა დასკმის გამოტანას. 1980-იან წლებში კიდევ ერთმა მსხვერპლმა, როგორც იუწყებიან, პოლიციას უთხრა, რომ BBC-ის ავტოსადგომზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ თავდასხმის საქმე ვერ მოიძებნა. 2011 წელს სევილი გარდაიცვალა, რამაც გამოიწვია ბრალდებების დიდი ზრდა ქალების მხრიდან, რომლებიც ან მასთან მუშაობდნენ, ან ოდესღაც შოუში გამოჩნდნენ. 2012 წლისთვის Scotland Yard იძიებდა 120 სხვადასხვა მიმართულებას და 25-მდე მსხვერპლს. ბრალდებები კი 4 ათეულ წელს მოიცავდა და ეროვნული მასშტაბის ძალადობის ბრალდებებს შეიცავდა. გამოძიებიდან რამდენიმე თვის შემდეგ Scotland Yard-მა გამოძიების მიმართულებები 403-მდე გაზარდა და მსხვერპლთა რაოდენობა 300-ს მიაღწია, რომელთაგან 298 ქალი იყო. და ეს იყო შთამბეჭდავი ზრდა საწყის 25-თან შედარებით. თამაც BBC-ს შოკი მიაყენა და გამოიწვია რამდენიმე თანამშრომლის გადადგომა ან თანამდებობიდან გადადგომა, მათ შორის ყოფილი გენერალური დირექტორი George Entwistle. 2012 წლის დეკემბრის შუა პერიოდში Scotland Yard-მა განაცხადა, რომ 8 ადამიანმა მიაწოდა ინფორმაცია სკანდალთან დაკავშირებით, რომელთაგან უმეტესობა სავილის ძალადობის უშუალო მსხვერპლი იყო. ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად შოუზე მუშაობდნენ, ასევე გამოვიდნენ წინ და გაამჟღავნეს სავარაუდო ძალადობის ფაქტები, რომლებიც დაწესებულებაში ხდებოდა და ისიც თუ როგორ იცოდნენ რამდენიმე ადამიანმა, ვისაც შეეძლო რაიმე გაეკეთებინა, რაც ხდებოდა, მაგრამ დუმილი არჩიეს. სავალი გამოძიების ბოლოს Monstrad შერაცხეს, Monstrad, რომელმაც სამეფო ოჯახი, ქველმოქმედება და მომხიბლელობა ფარად გამოიყენა, რათა დაეფარა ის სიბნელე, რომელიც მის შიგნით იმალებოდა. ის self-this სიბნელე ახლა თითოეულ ეპიზოდსა და ინტერვიუზია გადაფენილი, რომლებიც Jimmy Savile's შოუზე Jimmy ამას მოაგვარებს მიმდინარეობდა. ოდესღაც გულთბილი ამბავი, რომელიც მხოლოდ კარად იქცა, რომლითაც ის თავის მსხვერპლამდე მიდიოდა. Number 12. Kanye West, ყველაზე ცნობილი ამერიკელი რეპერი, რომელმაც 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში პროდიუსერობით მიაღწია წარმატებას, ეს წარმატება გარდაქმნა ცნობილი სოლო არტისტის კარიერად. გარდა იმისა, რომ ის შემსრულებელი პროდიუსერი და მოდის დიზაინერია, Kanye West ასევე თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ფიგურაა, რომლის საჯარო იმიჯმაც საკმაოდ დიდი ჩრდილი მიაყენა მის მუსიკალურ კარიერას. ის დაიბადა Ray Donda Westbys ოჯახში, სადაც მამა ფოტოგრაფი იყო, ხოლო დედა კოლეჯის პროფესორი. თუმცა Westy ძირითადად დედამ გაზარდა ჩიკაგოს South Shore-ის უბანში, მას შემდეგ რაც მისი მშობლები დაშორდნენ. ბავშვობაში მან რამდენიმე ნიჭის შოუ მოიგო და სწავლობდა ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა მისი სწავლა დიდხანს არ გაგრძელდა და 1 წლის შემდეგ უნივერსიტეტი მიატოვა. მან პროდიუსერად მუშაობისას მნიშვნელოვანი უნარები გამოავლინა და კარიერის აწყობა გადაწყვიტა. მან თავისი წვლილი შეიტანა Jermaine Dupri's ალბომში ცხოვრება 1472 წელს. ამის შემდეგ ის გადავიდა ნიუ-იორკში და სახელი გაითქვა Rockefeller Records-თან თანამშრომლობით. ეს იყო 2018 წლის მაისში, როცა Westy ეწვია TMZ-ს პირდაპირ ინტერვიუსთვის, საუბარი, რომელიც თავისთავად შემაშფოთებელი იყო და მოგვიანებით მის არასტაბილურ ქცევასა და სკანდალებსაც წინასწარმეტყველებდა. ამ ინტერვიუზე მასთან ერთად იყვნენ Harvey Levine და Charles Latibaudier, რომლებმაც ორივემ მკითხეს მის ბოლო სოციალურ ქსელებში დამოქვეყნებულ პოსტებზე. ინტერვიუს წინ Westy აკვეყნებდა სულ უფრო ქაოსურ tweet-ებს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მისი საზოგადოებრივი იმიჯი დააზიანა. როდესაც პირდაპირ ეთერი გაგრძელდა, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. მოკლედ შეეხო თავის საკამათო tweet-ებს, რის შემდეგაც Westმა ახალი განცხადებების გაკეთება დაიწყო. ერთ მომენტში მას ციტირებენ შემდეგნაირად. როცა 400 წელიწადს მონობაზე საუბრობენ, 400 წელიწადს, ეს არჩევანია, რითაც ის მიანიშნებს, რომ მონობის მსხვერპლებს ამ საკითხში არჩევანი ჰქონდათ. რაც ნამდვილ აფეთქებად შეიძლება შეფასდეს, Westy აგრძელებდა და ამტკიცებდა, რომ საზოგადოება გონებრივ ციხეშია და მან კიდევ გააკეთა ბარბაროსული შედარებები მონობასა და მეორე მსოფლიო ომს შორის. ამ ცუდად მიღებული განცხადებების შემდეგ, TMZ-ის რეპორტიორი Juan Leitani West's უპასუხებდა და ეტყოდა, რომ ის არამხოლოდ შოკირებული, არამედ იმედგაცრუებულიც იყო მისი ქცევით. შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პირდაპირ ეთერში TMZ-ის ინტერვიუ დასრულდა იმით, რომ რეპერი Leitans მიუახლოვდა და უთხრა, რომ ბოდიშს იხდის მისი გულისტკენის გამო. West's შოკის მონგრელი ქცევა კი კიდევ უფრო სკანდალური და უკიდურესი გახდებოდა, ხოლო ეს ინტერვიუ მხოლოდ პრელუდია იქნებოდა იმ ქცევისთვის, რაც მომავალში უნდა მომხდარიყო. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ US-მა მოითხოვა მე-13 შესწორების გაუქმება, შესწორებისა, რომელმაც ოფიციალურად გააუქმა მონობა. 2020-ში UST-ის არასტაბილური tweet-ები გაგრძელდა. მან გააკეთა რამდენიმე არასაჭირო განცხადება თავისი ოჯახის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო Kim Kardashian-ის გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ სარჩელი შეეტანა. 2022-ში მან გაასაჯაროა პირადი მიმოწერა თავისა და Sean Combs შორის, რითაც მიანიშნა, რომ მას ებრაელი ფიგურები აკონტროლებდნენ.
Westy გამოჩნდა რამდენიმე სხვა ინტერვიუში, მათ შორის Infowars-ზე, სადაც მან მხარი დაუჭირა მეორე მსოფლიო ომის გერმანელ დიქტატორს, რამაც ფართო მასშტაბიანი სკანდალი გამოიწვია და სერიოზული შედეგები მოუტანა მას და მის კარიერას. ის მხოლოდ დროებით არ აუკრძალავთ Instagram-ზე, არამედ ამ წლის დასაწყისში ეს ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულ რამეში გადაიზარდა. 2026 წლის 7 აპრილს Kanye West-ის სკანდალურმა შეხედულებებმა და ქცევამ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ყურადღება მიიპყრო. მისი უკიდურესი განცხადებების გამო მთავრობამ რეპერს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და განაცხადა, რომ მისი ყოფნა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის არასასურველი იქნებოდა. Number 12. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ბიზნესმენების ოჯახიდან მოდის, Armie Hammer-მა სრულიად განსხვავებული კარიერული გზა ერჩია და ტელევიზიისა და კინოს მსახიობი გახდა. ეს Armand Hammer-ის, ნავთობის მაგნატისა და ფილანთროპის შვილთაშვილია. მსახიობმა თავდაპირველად ფართო ავიარება მოიპოვა ფილმში სოციალური ქსელი შესრულებული როლით, სადაც მან რეალურ ვინკლევოსის ტყუპებს განასახიერა. Hammer-მა შემდეგ კიდევ უფრო ცნობილ ფილმებში ითამაშა, მათ შორისაა სარკე, მარტოხელა რეინჯერი და კაცი ანგლიდან. მან ოქროს გლობუსის ნომინაცია მოიპოვა ფილმში დამიძახე შენი სახელით შესრულებული როლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უმეტესობა ბიზნესმენი იყო, მსახიობის მამა, მაიკლი, ლოს-ანჯელესში სატელევიზიო და პროდიუსერული კომპანია ჰქონდა, რამაც ჰამერი ამ მიმართულებით წაიყვანა. სკოლაში სწავლის დროს მან გადაწყვიტა, დაეტოვებინა სკოლა და ამ კარიერისთვის მიეწუნა თავი, რაც მის ოჯახს არ მოეწონა. როცა მშობლებს თავისი გადაწყვეტილება გაუმხილა, ასეთი პასუხი მიიღო: სკოლას ტოვებ. ჰამერმანების ოჯახში არავინ დაუტოვებია კოლეჯი ისე, რომ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი არ აეღოს. 2020 წელს Hammer James Cordenis Late Show-ში გამოჩნდა Amber Heard-თან ერთად. ინტერვიუს მსუბუქი კომიკური განწყობა ჰქონდა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოგვიანებით უფრო ბნელ კონტექსტში აღიქმებოდა. ამ ეპიზოდში Hammer ხუმრობით საუბრობს პანდემიის პერიოდში გაკეთებულ მოჰოგზე და თავის როლზე Netflix-ის ფილმში Rebecca. ის ასევე ახსენებს Broadway shows ცუთებისის გაუქმებას და ავიარებს, რომ არასდროს უყურებია თავის 2012 წელს გადაღებულ ფილმს Sarkis. ინტერვიუ აქედან განსხვავებულად წარიმართა, როცა კორდენმა წამოაყენა ცნობილი ადამიანების ცეცხლთან დაკავშირებული შემთხვევები. ჰამერის შემთხვევაში, როცა ის პატარა იყო, ხელში ჩაუვარდა რეცეპტი, თუ როგორ გაეკეთებინა სახლში კვამლის ხუმბარები. ორ სხვადასხვა შემთხვევაში ამ იდეამ მას მოუტანა სახანძრო სამსახურისა და სპეცრაზმის ვიზიტი. კორდენმა დაასკვნა, რომ ჰამერიც და ჰერდიც პირომანები იყვნენ. ჰამერმა დაეთანხმა, რომ ამ განსაზღვრებას შეესაბამებოდა. ეს სიტყვა გამოიყენება ადამიანისთვის, რომელსაც აქვს უკონტროლო სურვილი, გააჩინოს ცეცხლი, გამოწვეული დაძაბულობით ან შვებით. მოულოდნელად ეს არაპროგნოზირებადი და უკიდურესი ქცევა, რომელსაც მან ტელევიზიაში აღიარა, შემდგომი მოვლენების ბნელი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ The Late Show-ის ეს ეპიზოდი განსაკუთრებით შემაშფოთებელი გახადა. სამ თვეზე ნაკლებ დროში Armie Hammer უყურებდა, როგორ ინგრეოდა მისი მთელი კარიერა. 2021 წლის იანვარში Armie Hammer's შოკის მომგვრელი ბრალდებები წაუყენეს. რამდენიმე ქალი, მათ შორის Paige Lawrence და Courtney Wuscovich, გამოვიდნენ სერიოზული ბრალდებებით და განაცხადეს, რომ Armie Hammer-მა ისინი ძალადობის მსხვერპლად აქცია. ამ ბრალდებებმა მოგვიანებით დიდი სკანდალის გამჟავნება და მსახიობის კარიერის დროებითი შეჩერება გამოიწვია. დაზარალებულების თქმით, Hammer-მა ისინი რამდენიმე წლის წინ ფიზიკურად და ემოციურად ძალაუფლება ძალადობდა. ბრალდებების სერიოზულობა მასშტაბური გამოძიება გამოიწვია, რომელიც მალევე დასრულდა სასამართლოს გარეშე, რადგან თითოეულ შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობდა. თუმცა ზიანი უკვე მიღებული იყო. ბრალდებების შედეგად ჰამერი თავის ტალანტების სააგენტომაც და პირადმა PR მენეჯერმაც დატოვეს. მას ასევე მოუწია რამდენიმე კინოპროექტიდან წასვლა. 2 წლის შემდეგ მოულოდნელად ის გამოვიდა, დაარღვია სიჩუმე და აღიარა, რომ ზოგიერთი ბრალდება სიმართლე იყო. მან აღნიშნა, რომ ბოლო ურთიერთობაში ემოციურად ძალადობდა, რაც შემდეგ ძალიან ინანა. ამ აღიარებებმა მხოლოდ ახალი დაძაბულობა გამოიწვია ჰამერის მიმართ, რომელიც სწორედ მაშინ იწყებდა თავისი მსახიობური კარიერის აღდგენას. Number 13. დაიბადა Daystar Peterson-ის სახელით, კანადელი რეპერი და მომღერალი. ის უფრო ცნობილია თავისი სასცენო სახელით, Tory Lanez. Lanez-ის კარიერა საბოლოოდ დაიწყო ბავშვობაში, როდესაც მან გამოავლინა დიდი ინტერესი რეპის მიმართ. მაგრამ მიუხედავად ამდენი წლის ვარჯიშისა, მხოლოდ 2009 წელს მიეცა მას დიდი შანსი. იმ წელს მან გამოუშვა სადებიუტო mixtape TL2TO. მისი გამოსვლის შემდეგ მომღერალმა Sean Kingston-მა ნახა Lanez-ის რეპის ვიდეო და გადაწყვიტა ხელი მოეწერა მას Time is Money-ის ლეიბლზე. 2010-დან 2011 წლამდე Lanez-მა ლეიბლის მეშვეობით რამდენიმე mixtape გამოუშვა და მალე დამოუკიდებლადაც დაიწყო საკუთარი მუსიკის გამოშვება. 2015 წლის შუაში მან გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომის პირველი სინგლი. იმავე წელს მან ასევე გაამშრალნა, რომ ხელი მოეწერა კონტრაქტს Mad Love Records-თან და ითანამშრომლა რეპერ A$AP Ferg-თან.
2012 წლის სექტემბერში ლეინზი გამოჩნდა Breakfast Club-ის პოდკასტში ინტერვიუსთვის, სადაც მან თავისი მომავალი ალბომი Sorry for What დაანონსა. ინტერვიუს ტონი ძირითადად პოზიტიური იყო, ლეინზი თავდაჯერებული და მშვიდი ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რეპერმა მიზანმიმართულად აირიდა საუბარი მის ცხოვრებაში მიმდინარე დრამაზე. მან ისაუბრა საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ თავისი თმის ხაზთან დაკავშირებით, იხუმრა მის მოვლაზე, შეეხო პრობლემებს მომღერალ კომპოზიტორ ავგუსტუს ალცინასთან და კამერამენთან მცირე დაპირისპირების მომენტიც ჰქონდა. ლეინზმა სრულად აერიდა ან მნიშვნელობა დაუკარგა ყველა კითხვას იმ სავარაუდო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც 2 წლის წინ მასსა და სხვა ცნობილ ადამიანს შორის მოხდა და რომლის გამოც სამართლებრივი დავები მიმდინარეობდა. საუბარი იყო მეგენ დი სტალიონზე. 2020 წლის აგვისტოში მან საკმაოდ შემაძრწუნებელი ბრალდებები წამოაყენა. მეგენმა განაცხადა, რომ ერთი თვით ადრე ის და ლეინზი წვეულებაზე იჩხუბეს. დაძაბულობა გაიზარდა და რეპერმა იარაღი ამოიღო. მტკიცდებოდა, რომ მან იარაღი მის ფეხებზე მიმართა და გაისროლა. თანკვიროდა, იცეკვე. მეგენმა ინციდენტის შემდეგ მცირე ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, რათა ფეხებიდან ნამსხვრევები ამოეღოთ. ასევე იუწყებოდნენ, რომ მან პოლიციას თხუილი უთხრა და ამტკიცებდა თითქოს დამსხვრელ შუშაზე დააბიჯა. თუმცა ერთი თვის შემდეგ სიმართლე აღიარა, რამაც მასშტაბური გამოძიება გამოიწვია. ლინეტმა ინციდენტთან დაკავშირებულ კითხვებსა და განცხადებებს სიფრთხილით უპასუხა. არც სრულად ჩაერთო და არც მთლიანად უარყო ბრალდებები. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი დუმილი აუცილებელი იყო, რადგან საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესში იყო. ეს თავის არიდება მას სარწმუნოდ უარყოფის შესაძლებლობას აძლევდა და თავისი მუსიკის პოპულარიზაციის გაგრძელების საშუალებასაც უტოვებდა. ინტერვიუს ეთერში გასვლიდან 4 თვის შემდეგ რეპერი ნაპიც მსაჯულთა წინაშე წარს დგა 3 მძიმე დანაშაულის ბრალდებით. ეს ბრალდებები იყო თავდასხმა, ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, დატენილი და დაურეგისტრირებელი იარაღის ავტომობილში ქონა და აღნიშნული იარაღიდან სროლისას უხეში დაუდევრობა. დამნაშავედ ცნობის შემდეგ ლინეტი მაშინვე გადაიყვანეს ციხეში, სადაც ის სასჯელის გამოტანას დაელოდა. 2023 წლის 8 აგვისტოს მას ძალადობრივი დანაშაულისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2024 წელს აპელაციის შესახებ იყო საუბარი, მაგრამ რეპერი კვლავ ციხეში რჩება. Number 12. ძირითადად წარმატებული კრიპტოვალუტის ბირჟის FTX Trading Limited-ის უგანდრა Sam Bankman-Fried, დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ამ ტიპის მეორე ყველაზე დიდი ბირჟისა. რაც Bankman-ს სიფრული აქტივების ბაზარზე ძლიერ ფიგურად აქცევს და განხილვის თემად ASHS-ის კონგრესში. ის სტენფორდის უნივერსიტეტის 2 პროფესორის ოჯახში დაიბადა. მამა იყო იურიდიული მეცნიერების სპეციალისტი საგადასახადო სამართალში, ხოლო დედა სპეციალიზირდებოდა მორალურ ფილოსოფიასა და სამართალში. მან სწავლა Massachusetts Technological Institute-ში გააგრძელა, სადაც ფიზიკას სწავლობდა. სწორედ MIT-ში მან გაიცნო ეფექტური ალტრუიზმისა და ფულის შოვნა რათა გასცე კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც ბევრ ფულს გამოიმუშავებენ, მას სხვების დასახმარებლად სწირავენ. ეს იყო ის, რაც მას ფინანსებში კარიერის დაწყებისკენ უბიძგებდა. Bankman-ი კრიპტო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია მას შემდეგ, რაც 2019 წელს FTX დაარსა. 2022 წლის სექტემბერში Bankman-ი გამოჩნდა Bloomberg Crypto-ზე, რათა ბაზრის ტენდენციებზე საკუთარი ხედვები და ანალიზი გაეზიარებინა. ინტერვიუში FTX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მისი ბირჟა მომგებიანი და ფინანსურად სტაბილურია. მან ასევე განმარტა, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის ვარდნის მიუხედავად, ისინი მაინც აფართოებენ საქმიანობას. აღინიშნა, რომ ხელმისაწვდომი იყო $1 მილიარდზე მეტი თანხა და მისი კომპანია კონცენტრირებული იყო შეძენის სტრატეგიაზე. Bankman-Friedმა ისაუბრა FTX-ისადმი გრძელვადიან ერთგურებაზე და მხარი დაუჭირა კრიპტოვალუტის რეგულირებას. David Rubenstein-ის შოუში მან კიდევ ერთხელ დამოხატა ოპტიმიზმი და ყურადღება გაამახვილა ფულის შოვნაზე რათა გასცე თემებზე, რომლებიც მოგვიანებით წინააღმდეგობრივად გამოჩნდებოდა. 2022 წლის ნოემბერში Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhaom გამოაცხადა გეგმები FTX-ის ტოკენის FTT-ს გაყიდვაზე, რამაც მასობრივი განარდებები გამოიწვია, რომელთა დამუშავებაც FTX სახსრების ნაკლებობის გამო ვერ შეძლო. მალე ამის შემდეგ Binance-მა უარი თქვა FTX-ის შეძენაზე, მიზეზად დაასახელა სახსრების არასწორი მართვა, რამაც მთავრობის გამოძიებები გამოიწვია. ნოემბრის 10-ში ხელისუფლებამ გამოაცხადა FTX-ისა და Bankman-Fried-ის მიმართ გამოძიებების დაწყება. 1 წლის შემდეგ FTX-მა და მასთან დაკავშირებულმა 130-ზე მეტმა კომპანიამ გაკოტრება გამოაცხადა. მათ შორის იყო Alameda Research-იც, რომელსაც Bankman-მა იმავე წლის დასაწყისში FTX-ის მეშვეობით $4 მილიარდი გადაურიცხა. ამის შესახებ არც შიდა პირებისთვის და არც საზოგადოებისთვის არ გაუმშავნებია. $4 მილიარდი დიდი ნაწილი მომხმარებელთა სახსრებით იყო შედგენილი, რაც Bankman-ის თქმით Alameda-ს ვალდებულებების დასაფარად იყო განკუთვნილი. ეს ვალდებულებები კი შედგებოდა სარისკო და არალიკვიდური ინვესტიციებისგან, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა, პოლიტიკური შემოწირულობები და ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციები, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო FTT ტოკენით. ეს კატასტროფული წამოწყება თაღლითობის თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩნდა.
Bankman-მა გაუცნობიერებლად გამოიყენა FTX-ის მომხმარებელთა სახსრები სარისკო ინვესტიციებისა და თავისი კერძო სავაჭრო კომპანიის ხარჯების დასაფინანსებლად. მან ასევე შეცვალა Computerly კოდი, რომელიც Alameda-ს საშუალებას მისცემდა შეუზღუდავად გამოეტანა თანხები მთავარი კომპანიიდან. ეს იყო უკანა კარი, რომელიც უდანაშაულო მომხმარებლებს მილიარდებს საერთმევდა. მომდევნო თვეში სამართალდამცავები ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის კართან მივიდნენ და მას ხელბორკილები დაადეს. Bankman-ს დაუყენეს ბრალდება სატელეკომუნიკაციო თაღლითობაში, სატელეკომუნიკაციო თაღლითობის შეთქმულებაში, ფასიანი ქაღალდების თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში. მომდევნო წელს იანვარში ის სასამართლოში გამოცხადდა და წაყენებულ ბრალდებებში თავი უდანაშაულოდ ცნო. მეორე სასამართლო პროცესზე მას დამატებით 4 სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს, რომლებიც 300-მდე არალეგალურ პოლიტიკურ შემოწირულობას ეხებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ნაფიც მსაჯულები Bankman-ს 7 ეპიზოდით თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობდნენ. შემდეგ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და $11 მილიარდ მეტის კონფისკაცია დაეკისრა. ნომერი 11. William McParlandy, რომელიც უფრო ცნობილია როგორც Billy McParlandy, 1991 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და ნიუ-ჯერსის შტატის მილბერნის რაიონის Short Hills-ში გაიზარდა. როცა ის მხოლოდ 13-ის იყო, მან შექმნა ონლაინ კომპანია, რომელიც ვებ სივრცეს ყიდდა ზრდასრულთა ვებგვერდებისთვის. სკოლის დამთავრებამდე McParland-მა კიდევ 2 კომპანია დაარსა. მან სწავლა დაიწყო ბაკნელის უნივერსიტეტში, მაგრამ მალევე მიატოვა, რათა ვენჩურული კაპიტალი მოეზიდა და შეექმნა სოციალური მედიის საიტი, რომელიც მუსიკისა და ვიდეოების გაზიარებას ეძღვნებოდა. შემდეგ McParland-მა დაარსა მხოლოდ მოწვევით მოქმედი კლუბი, რომელსაც მან Magnesis უწოდა და რომელიც ექსკლუზიურ ღონისძიებებზე მოსაწვევებს გადახდის ბარათის საშუალებით თავაზობდა. მეწარმემ მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება მოიპოვა ენერგეტიკული მაგნატის ობრი მაგლენდონისგან, მალევე მოიწინა Magnesis-ით და დაარსა Fire Media, რომელიც მასთან ერთად არსებობდა და რომლის მიზანიც იყო არტისტებისა და ცნობილ ადამიანების დაქირავება ექსკლუზიური ღონისძიებებისთვის უფრო მარტივი გაეხადა. სწორედ ეს ვებგვერდი გახდა მოულოდნელი იარაღი McParland-ის საბოლოო დაცემაში. ეს იყო 2015 წელს, როცა Magnesis-ი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა, როდესაც McParland-ი მიიწვიეს ცნობილ საინფორმაციო არხზე CNBC გადაცემის ეპიზოდისთვის სახელწოდებით მხოლოდ მოწვეულთათვის, შავი ბარათი მილენიალებისთვის. ურბანული მილენიალები, დაიწყო McParland-მა, სურთ იცოდნენ სად არის ახლა ყველაზე პოპულარული ადგილი, რა არის ტრენდული და როდის შეუძლია ჩაერთონ. მან შემოგთავაზა, რომ Magnesis-ი ამ პრობლემას გადაჭრიდა. 24 წლის დამფუძნებელი, შთაგონებული იყო ultra ექსკლუზიური American Express Centurion, შავი ბარათით. და როგორც კი მან მოიფიქრა, როგორ ჩაედგა მაგნიტური ზოლი მეტალის ბარათზე, Magnesis-ი დაარსდა. McParland-მა CNBC-ის ინტერვიუში თქვა, რომ ძირითადად Magnesis-ის საშუალებას აძლევს საკრედიტო ბარათის მონაცემები გადაიტანოს შავ ბარათზე, რაც მას აძლევს საშუალებას იმოქმედოს როგორც ჩვეულებრივ გადახდის ბარათად, ან როგორც ექსკლუზიური ბარათი ექსკლუზიური ადამიანებისთვის. მან განმარტა, რომ Magnesis-ი ასევე იყენებს მობილურ კონსიერჟის აპლიკაციას, რომელიც წევრებს სთავაზობს სვდომას არა მხოლოდ ექსკლუზიურ ღონისძიებებზე, არამედ ფასდაკლებებზეც. McParland-ი CNBC-ს ამ ინტერვიუში ამბობს, რომ მის პროდუქტს მინიმუმ 10,000 წევრი ყავს ნიუ-იორკსა და Washington DC-ში. სევრობა შესაძლებელია მხოლოდ რეკომენდაციით და აპლიკანტებმა უნდა გაიარონ გადამოწმების პროცესი. წლიური წევრობის ღირებულება $250. ამ პროდუქტთან დაკავშირებული შეშფოთებებიც განიხილეს. Alicia Sairetti, New York Angels-ის წევრმა, გამოხატა შეშფოთება საკრედიტო ბარათის სერვისებთან და Magnesis-თან დაკავშირებულ იურიდიულ რისკებზე. მაგრამ McParland-მა დაჟინებით განაცხადა, რომ მის კომპანიას არ აქვს იგივე რისკები, როგორც საკრედიტო ბარათების კომპანიას და თქვა, ციტირებ: ყველა ტრანზაქცია ბანკისა და ჩვენი წევრების ორიგინალი საკრედიტო ბარათების მეშვეობით ხორციელდება. ჩვენ უბრალოდ ბრენდი და ქსელი ვართ, რომელიც ამ ყველაფერზეა დაშენებული. ეჭუგარეშია McParland-ი ინტერვიუს დროს ოპტიმისტურად იყო განწყობილი თავისი წამოწყების მიმართ. ის აღფრთოვანებული ჩანდა თავისი წარმატებით და მეწარმეობის სამყაროთი. ერთი წლის შემდეგ ბიზნესმენი თავის შექმნილ კომპანიებს Fire Media-საც დაამატებდა. Fire Media არის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია მუსიკალური ტალენტების დაქირავებისთვის კერძო ღონისძიებებზე, როგორიცაა 2017 წლის Fire Festival, რომელიც ორივე კომპანიის რეკლამისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ ღონისძიება კატასტროფით დასრულდა და გამოავლინა დამალული სიმართლე, რომელსაც არავინ ელოდა. Fire Festival-ს რეკლამას სოციალური მედიის ინფლუენსერები უწევდნენ და ის ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე უნდა ჩატარებულიყო. McParland-მა თავისი ორი კომპანია გამოიყენა ძვირადღირებული ბილეთების გასაყიდად, სადაც ის მდიდრულ ვილებსა და გურმანულ საკვებს პირდებოდა ხალხს. მაგრამ როდესაც ხალხი ფესტივალზე მივიდა, საგანგებო დახმარების კარვებში ჩარჩენილები აღმოჩნდნენ და მხოლოდ სენდვიჩებს ჭამდნენ. სტუმრებმა დასასწრებად $200,000-მდე გადაიხადეს. კატასტროფული ღონისძიების შემდეგ მონაწილეებმა სამართლიანობა მოითხოვეს, რამაც მასშტაბური გამოძიება გამოიწვია McParland-ის ის და შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ.
იმ წლის მაისისთვის Fire Festival კრიმინალური გამოძიების ცენტრში აღმოჩნდა, სადაც მთავარი საკითხები საფოსტო, ფასიანი ქალდების და ელექტრონული კომუნიკაციების თაღლითობა იყო. მიმდინარე სამართლებრივი პროცესების მიუხედავად, McFarland-ი ამტკიცებდა, რომ Fire-ი მომავალ წელს დაბრუნდებოდა, მაგრამ მას აღარ მიეცა შესაძლებლობა კიდევ ერთი Fire Festival-ი მოეწყო, რადგან 2017 წლის ივნისში ფედერალურმა აგენტებმა ის მანჰეტენში საკუთარ სახლში დააკავეს. შემდეგ მას ბრალი წაუყენეს ინვესტორების მოტყუებაში, რაც გულისხმობს განზრახ მოტყუებას ან ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და შეცდომაში შემყვანი სქემები გამოიყენება იმისთვის, რომ უდანაშაულო მსხვერპლები მოატყუონ და დიდი თანხები გადაახტევინონ. საქციელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივა Magnessisმა და Fire Media's Fireband-მა, RFID ჩიპიანი სამაჯურმა, რომელიც ნავდი ფულის გარეშე გადახდის სისტემად გამოიყენებოდა. 2018 წელს McFarland-მა თავი დამნაშავედ ცნო ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით ჩადენილ თაღლითობაში და დამატებით ბრალდებებში, რომლებიც სხვა სქემიდან გამომდინარეობდა. მას მიუსაჯეს 6 წელი ფედერალურ ციფრში, თუმცა მხოლოდ 4 წელი მოიხადა. CNBC-ს ინტერვიუ, სადაც ბიზნესმენი ოპტიმიზმს ავლენდა, დღეს უფრო ბნელ კონტექსტში ავიქმება. მისი დაჟინება, რომ მაგნუსი იყო პრობლემების გადამჭრელი მილენიალებისთვის, ეხლა ორ პირობის განცხადებად იქცა, მომხიბლელი და თავდაჯერებული იმიჯი კი ძლიერ და თაღლითურ სახედ შეიცვალა. ნომერ 10. 2007 წლის ივლისი ბრაზილიელებისთვის შიშისა და ტერორის პერიოდის დასაწყისი გახდა. რამდენიმე დღით ადრე, ასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა LGBTQ+ სიამაყისთვის აღსანიშნავად, როცა წარმოუდგენელი მოხდა. დღემდე ბრაზილიის პოლიცია სასოწარკვეთილად ცდილობს დააკავოს სერიულ მკვლელი, რომელიც ცნობილია როგორც ცისარტყელას მანიაკი. 4 ივლისს 32 წლის ხოსე ენრიკე პეტროპოლისის პარკში შევიდა. წარმოდგენაც არ ქონდა, რომ იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდა. Petropolis Park, რომელიც ბრაზილიაში მდებარეობს, კარგად ცნობილია როგორც გეი მამაკაცების შეხვედრის ადგილი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფარულად ცხოვრობს. პარკში ათეულობით მამაკაცი შედიოდა და გამოდიოდა შეხვედრების ან ერთმანეთთან დროის გასატარებლად. ერთ ნაშუა დღეს, როდესაც ადამიანები პარკში სეირნობდნენ, მათ 32 წლის ხოსეს ცხედარი აღმოაჩინეს. მას თავის არეში რამდენიმე ჩრილობა ჰქონდა მიყენებული და შიშველი იყო. დამნაშავემ მას შარვალი მუხლებზე შემოახვია, რათა კიდევ უფრო დაემცირებინა იგი. მოსახლეობა შეშინებული იყო, როდესაც ხოსეს გარდაცვალება სათაურებში მოხდა. კაცებმა, რომლებიც ინტიმურ შეხვედრებზე მიდიოდნენ, დაიწყეს ერთად სიარული და დამატებითი სიფრთხილის გამოჩენა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ გადაერჩინათ ისინი ცისარტყელა მანიაკისგან. 2 წლის განმავლობაში ბრაზილიის LGBTQ საზოგადოება სამიზნედ იქცა და ქალაქი შიში ჩაიძირა. სულ ცისარტყელა მანიაკმა 13 მამაკაცს წაართვა სიცოცხლე, მათგან 12-ს თავში ჰქონდა ნასროლი. მოქმედების მეთოდი უცვლელი რჩებოდა და მსხვერპლთა უმეტესობა პეტროს პარკში აღმოაჩინეს. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და ათეულობით ოფიცერი დღე და ღამე მუშაობდა ამ საქმეზე. გამოძიების დროს ვარაუდობდნენ, რომ ცისარტყელას მანიაკი შესაძლოა მსხვერპლებს ონლაინ ჩათრუმებსა და გაცნობის აპლიკაციებში ხვდებოდა. ინტენსიური გამოძიების მიუხედავად, მხოლოდ ერთი შესაძლო ეჭვმიტანილი გამოავლინეს. ჰირო ფრანცისკო ფრანკო, ყოფილი პოლიციელი. დღემდე არ აღმოჩენილა მტკიცებულება, რომელიც ამ ადამიანს დანაშაულების სერიასთან საბოლოოდ დააკავშირებდა. სამწუხაროდ, ჰომოფობიური ძალადობა ბრაზილიაში იშვიათი არ არის და გამონძიებლები ეძებენ ადამიანს, რომელსაც LGBT თვიკი საზოგადოების მიმართ ღრმა სიძულვილი აქვს. ამ მკვლელობებთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ და ცისარტყელა მანიაკი თავისუფლად დადის ბრაზილიის ქუჩებში. პირველი დანაშაულის შემდეგ გასულ წლებში გამოძიება თითქმის შეჩერდა მტკიცებულებების ისა და კვალის არარსებობის გამო. ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს, სთხოვენ დაუკავშირდეს სან-პაულუს შტატის სამხედრო პოლიციას ნომერზე 114 20 71 91 6. Number სტრემლების გზატკეცილი ეწოდება გზატკეცილ ტექსმეტს, რომელიც 725 კილომეტრზეა გადაჭიმული პრინც ჯორჯიდან პრინც რუპერტამდე, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა სავსეა ბუნებრივი სილამაზით, ამ გზატკეცილს ბნელი საიდუმლო აქვს. 1970-იანი წლებიდან ათობით უმეტესად მკვიდრი ქალი გაუჩინარდა ან სიცოცხლე დაკარგა. იმის გამო, რომ მსხვერპლთა უმეტესობა მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი იყო, კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიცია, ადგილობრივი პოლიცია და სამთავრობო სააგენტოები თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას ეპიდემიას, რომელიც მათ თვალწინ ვითარდებოდა. დაზარალებულთა ოჯახებს 10 წლეულები დასჭირდათ, რომ მათი საქმეები სერიოზულად განეხილათ და მათთვის სათანადო გამოძიება და სამართალი უზრუნველეყოთ, რომელსაც იმსახურებდნენ. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა სტატისტიკას ასახელებენ, მაგრამ მიიჩნევა, რომ სულ მცირე 20-ზე მეტი ქალი ან გაუჩინარდა, ან სიცოცხლე დაკარგა ცრემლების გზატკეცილზე. თუმცა რეალური რიცხვი შეიძლება ასეულებს აღწევდეს. გზატკეცილი მრავალ მკვიდრ თემზე გადის, რომლებსაც თითქმის არ აქვთ ან საერთოდ არ აქვთ ცდომა საჭირო სერვისებზე. სიხარების დონე მაღალია, რაც ბევრ ქალს აიძულებს ავტოსტოპით იმგზავროს სკოლაში, სამსახურში ან თუნდაც ექიმთან მისასვლელად. 22 წლის თამარა ლინ ჩიპმანი ერთ-ერთია იმ მრავალი ქალიდან, რომლებიც ცრემლების გზატკეცილზე გაუჩინარდნენ.
Tamara Bolus, 2005 წლის 21 სექტემბერს, ნახეს პრინც რუპერტში, მე-16 გზატკეცილზე, როდესაც ის ავტოსტოპით წერაში წასვლას ცდილობდა. რამდენიმე მოწმე თამარას გზის პირას მდგომს ხედავდა, მაგრამ არავინ იცის ვისთან ერთად წავიდა ის. რამდენიმე კვირის შემდეგ მისმა ოჯახმა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, როდესაც მისი საბანკო ანგარიში ხელუხლებელი დარჩა და ქირის გადასახადი დაგვიანებული ჰქონდა. მისმა ოჯახმა მისი გაუჩინარება ადგილობრივ პოლიციასა და კანადის სამეფო ცხენოსან პოლიციას აცნობა. თუმცა თავიდანვე მათი დამოკიდებულება თამარას და მის საქმესთან დაკავშირებითი მედგამაცრუებელი იყო. თამარას ჰქონდა ავტოსტოპით მგზავრობისა და ქუჩაში სექსმუშაკად მუშაობის წარსული. თუმცა ეს საქმე მას დიდი ხნის განმავლობაში აღარ ჰქონდა გაკეთებული. მედიამ და ინტერნეტში მყოფებმა მაშინვე გააკრიტიკეს იგი და თითქმის არ გამოუცხადეს თანაგზნობა დაკარგული ავტოსტოპისტის მიმართ. თამარას მოსაძებნად არაერთი ძებნა ჩატარდა, მაგრამ მისი კვალი არასდროს აღმოჩენილა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს გაუჩინარებები და დანაშაულები სერიული მკვლელის, ან თუნდაც რამდენიმე სერიული მკვლელის საქმეა, რომლებმაც ისარგებლეს ამ ადგილის მოშორებულობით და სხვა ფაქტორებით. 2005 წელს კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციამ შექმნა პროექტი EE-PANA, რათა უფრო ღრმად შეესწავლათ ეს საქმეები, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. პროექტი EE-PANA ასევე ძირძველი მოსახლეობის აქტივისტები და მსხვერპლთა ოჯახები აგრძელებენ თავიანთი საყვარელი ადამიანების ძებნას და ითხოვენ, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ. Merway Nomadi 1992 წლის 8 აპრილი ჩვეულებრივ დღე დაიწყო 26 წლის Robin Foldhauer-ისთვის. Robin მუშაობდა Payless-ის ფეხსაცმლის მაღაზიაში ინდიანაპოლისში, ინდიანაში და მას სამუშაოზე დაუძახეს მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი კოლეგა ავად გახდა. Robin-მა ჩაიცვა თავისი უნიფორმა და მაღაზიაში წავიდა, რომ შუადღის ცვლა ჩაებარებინა. როდესაც Robin მუშაობდა, მაღაზიაში უცნობი კაცი შემოვიდა. თავიდან Robin-მა იფიქრა, რომ ის კლიენტი იყო, მაგრამ როცა ის მიუახლოვდა, დაინახა, რომ ხელში რაღაც ეჭირა. მოლოდნელად Robin-ის სიცოცხლე დასრულდა და უცნობი კაცი მაღაზიიდან გავიდა. Robin-ის ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინეს და ინდიანაპოლისის პოლიცია სასწრაფოდ შეუდგა გამოძიებას. რამდენიმე დღის შემდეგ, 1992 წლის 11 აპრილს, 23 წლის Patricia Smithy და 22 წლის Patricia Majorsი, ვიჩიტაში, კანზასში, მათ კუთვნილ საქორწილო მაღაზიაში იმავე უცნაურ კაცს შეხვდნენ. რამდენიმე მსგავსი დანაშაული დაიწყო კანზასში, მისურიში და ინდიანაში. დამნაშავის მოქმედების მეთოდი იგივე იყო. ის პოულობდა მაღაზიას, სადაც ქალი მუშაობდა, ხშირად მარტო და იქ არ იყო კლიენტები. საშინლად, თავდამსხმელი თავის მსხვერპლებს არც ერთ სიტყვას არ ეუბნებოდა. როგორც კი გასროლები გაისმოდა, ის მშვიდად ტოვებდა ადგილს, ისე რომ არავის აფრთხილებდა. გამომძიებლებმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ ეს დანაშაულები მოდუ 70-ის მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა. შემდეგ ივარაუდეს, რომ მკვლელი აი 70-ის გასწრიფ დაყვებოდა და მსხვერპლებს ეძებდა. ამან მას მოუტანა მეტსახელი, ეთი 70-ის მკვლელი, რომელიც დღემდე შემორჩა. 40 წლის Michael McCowney იყო ერთადერთი მამაკაცი მსხვერპლი 70-ის მკვლელისა და მას ინდიანაში სამუშაო ადგილზე დაესხნენ თავს. ოფიცრები მიიჩნევენ, რომ 70-ის სერიალმა მკვლელმა Michael Uknidან ქალში შეეშალა მისი გრძელი თმის გამო. მინიმუმ 6 დანაშაული დაუკავშირეს გაუჩინარებულ ამ 70-ის მკვლელს, მაგრამ ბევრი გამომძიებელი ფიქრობს, რომ მან თავისი დანაშაულებრივი სერია 1992 წლის შემდეგაც გააგრძელა. 70 გადის Utah's, Colorado's, Kansas's, Missouri's, Illinois's, Indiana's, Ohio's, დასავლეთ Virginia's, Maryland's და Pennsylvania's შტატებში. რაც ნიშნავს, რომ მას შეიძლება ყველა ამ შტატში ჰყავდეს მსხვერპლები. უზარმაზარი ძალისხმევა გაირეს სხვადასხვა შტატის პოლიციის ძალებმა ადამ და 70-ის მკვლელის დასაკავებლად, მაგრამ ჯერჯერობით მათი მცდელობები უშედეგოა. თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია, სტოვენ დაუკავშირდეს St. Charles's Police Department's ნომერზე 626 959 3300. Number 7. 2019 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ შეიტყო სერიული მკვლელის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ჰერკულესს უწოდებდა. 2019 წლის 1 თებერვალს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში მცხოვრებნი იღვიძებდნენ და ემზადებოდნენ დღის დასაწყებად, როცა საშინელი აღმოჩენა გაკეთდა. გამლელებმა ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს მამაკაცის ცხედარი, რომელიც მხოლოდ სახელით რაკიბი იყო ცნობილი. მის კისერზე გამომძიებლებმა იპოვეს წარწერა, რომელზეც ეწერა: ეს არის სასჯელი თავდასხმისთვის. თავდამსხმელებო, ფრთხილად, ჰერკულესი. საუბარი იმ თავდასხმაზეა, რომელიც 2019 წლის 14 იანვარს მოხდა, როცა უცნობი მსხვერპლი ბებიასთან მიდიოდა. მიღებული ცნობების მიხედვით, მას თავს ორი მამაკაცი დაესხა და შეუტია. რაკიბი იყო ამ საქმის მთავარი ეჭვმიტანილი და პოლიცია ნელ-ნელა აგებდა საქმეს მის წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ MN Model Town-ის მახლობლად მიტოვებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს მამაკაცის ცხედარი, რომელიც მხოლოდ რიპონის სახელით იყო ცნობილი. როგორც რაკიბი, რიპონიც ამ საქმის მთავარი ეჭვმიტანილი იყო. 18 წლის გოგონას შესახებ, რომლის ცხედარიც სავარის გარეუბანში იპოვეს.
რიფონის ყელზეც მსგავსი წერილი ეკიდა და გამომძიებლებისთვის ნათელი გახდა, რომ ჰერკულესი ასე მალე არ გაჩერდებოდა. სულ სამი შემთხვევა დაუკავშირეს მოუხელთებელ ჰერკულესს და ყველა ეს სამი კაცი ეჭვმიტანილი ან ძებნილი იყო ძალადობასა და მძიმე დანაშაულებში. ზოგიერთმა საზოგადოებაში ივარაუდა, რომ ჰერკულესი სინამდვილეში კაცების ჯგუფია, შესაძლოა პოლიციელებიც კი. ამომწურავი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ 2023 წლისთვისაც კი პოლიცია ჰერკულესის დაჭერას ვერ მიუახლოვდა. Number X. Famous City, მექსიკაში მზარდ ეპიდემიად იქცა და ამ დანაშაულების უკან პოლიცია მიიჩნევს, რომ სერიული მკვლელი იმალება ჩრდილებში. მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, 1993 წლიდან მოყოლებული მექსიკის ქალაქ ხუარესში 500-ზე მეტი ქალი დაიღუპა. ამ ქალების ცხედრები ხშირად უდაბნოს შორეულ ადგილებში პოულობენ და მათზე ერთი და იგივე დაზიანებები და ნიშნებია. პოლიციამ შექმნა რამდენიმე სპეციალური ჯგუფი და ოპერაცია, მაგრამ ეპიდემია მაინც გრძელდება. 19 წლის ლუის ფლორესი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ასობით ქალიდან, ვინც ხუარეში, მექსიკაში ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2008 წლის 4 აგვისტოს ლუის ფლორესის სახლიდან გავიდა და ხუარესის ცენტრისკენ გაემართა. მისი დედის ლუის დარმენის თვით ის მიდიოდა მაქსის ტანსაცმლის მაღაზიაში, რათა სამუშაოზე განაცხადი შეეტანა. ედადა და ელოდნენ მის დაბრუნებას, მაგრამ ლუს აღარ დაბრუნებულა. იმავე საღამოს მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს და მისი ძებნა დაიწყო. დედამ და დამ არაერთხელ სცადეს საკუთარი ძალებით მისი მოძებნა, მაგრამ მისი კვალი დვერასდროს იპოვეს. ასევე 18 წლის დებონი ბაზალუდა 2022 წლის 9 აპრილს გაუჩინარდა ხუარესში წვეულებაზე დასწრების შემდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ მისი ცხედარი ნუევა კასტილიას მოტელის წყლის აუზში იპოვეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერმა აჩვენა, რომ დებონი იმ დილით დაახლოებით 4:30-ზე მოტელში შევიდა. მოტელში შესვამდე ცოტა ხნით ადრე ის ტაქსის მძღოლთან ერთად იყო, რომელმაც მასზე არასასურველი ყურადღება გამოავლინა და შემდეგ მოტელთან ახლოს გზაზე მიატოვა. ოფიციალური პირების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა შემთხვევითი ყოფილიყო. დებონისა და ლუსის შემთხვევები მხოლოდ ერთია ასობით შემთხვევიდან, რომლებიც ხუარეში, მექსიკაში ხდება. ამ ქალების ოჯახებს ეუბნებიან, რომ დაკარგულის შესახებ განცხადების შეტანა 48-დან 72 საათამდე არ შეუძლიათ. ამ დროისთვის კი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები უკვე დაკარგულია. ექსპერტებს არ ეპარებათ ეჭვი, რომ სერიული მკვლელი ან მკვლელები ხუარესის ქუჩებში დაძვრწიან. Number 5. არსებობს შემაშფოთებელი რაოდენობის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები განზრახ ართმევენ სიცოცხლეს მათზე მინდობილ ადამიანებს. ამ შემთხვევებიდან ბევრი ეხება ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიცოცხლის ბოლოს ისინი მსხვერპლებს ეხმარებიან. ეს არ ეხებოდა ვიქტორინო ჩუას. ჩუამ სჯარდებულია 2 პაციენტის სიცოცხლის წართმევაში, როდესაც მათ ინსულინით მოწამლა. მაგრამ უამრავი სხვა ადამიანიც მოწამლეს და სულ მცირე კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მიიღეს წამალი, რომელიც შეცვლილი იყო. დანაშაულები მოხდა სტეპინგ ჰილის საავადმყოფოში 2011 და 2012 წლებში. ჩუა იყო ფილიპინელი მედდა, რომელიც 2002 წელს გადავიდა დიდ ბრიტანეთში. მისი კარიერის განმავლობაში, როგორც ფილიპინებში, ისე დიდ ბრიტანეთში, მას ქურდობის პრობლემები ჰქონდა. ბევრი ქურდობა ფულს ეხებოდა, მაგრამ მან ასევე წამლებიც მოიპარა. ეს მაინც არ უშლიდა ხელს რეკომენდაციების მიღებაში და 2009 წელს მან სტოკპორტის საავადმყოფოში თანამშრომლის პოზიცია მიიღო. შუას საავადმყოფოში კარგად ვერ შეეწყო. არსებობდა ბრალდებები, რომ პაციენტებს არასაჭირო მკურნალობას უტარებდა. პერსონალმაც პრობლემები აღმოაჩინა მის ურთიერთობის უნარებში. ჩუამ განაცხადა, რომ პაციენტებისა და პერსონალის მხრიდან ცუდად ექცეოდნენ და წერილში, რომელიც არეულად იყო დაწერილი, აღნიშნა, რომ მის დამი მოპყრობამ ანგელოზი ბოროტად აქცია. 2011 წელს მან დაიწყო პაციენტებისთვის განკუთვნილი ფიზიოლოგიური ხსნარის პაკეტებში ჩარევა. ჩუამ პაკეტებში დიდი რაოდენობით ინსულინი დაამატა. ინსულინი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ზედმეტი რაოდენობა იწვევს გლუკოზის დონის დაქვეითებას და პაციენტები ჰიპოგლიკემიაში ვარდებიან. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოიწვიოს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ესევე შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი დაზიანება და სიცოცხლის დაკარგვა. თავდაპირველად გაურკვეველი იყო რა მოხდა, მაგრამ შემდეგ სამედიცინო პერსონალმა შენიშნა, რომ ზოგიერთი ფიზიოლოგიური ხსნარის პაკეტი ქაფდებოდა. ჩარევა გამოავლინეს, მაგრამ იმის გარკვევა ვინ იყო დამნაშავე, ასე მარტივი არ იქნებოდა. 2011 წლის ივლისში დააკავეს მედდა სახელად რებეკა ლაიტონი. მისი ანაბეჭდები აღმოაჩინეს დაბინძურებულ ტომრებზე, ხოლო პოლიციამ იპოვა Facebook პოსტები, სადაც ის წერდა, რომ სამსახურის სტრესთან გასამგლავებლად ალკოჰოლს სვამდა და წვეულებებზე დადიოდა. 6 კვირის შემდეგ პოლიციამ რებეკა ლაიტონის წინააღმდეგ საქმე დახურა.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩუამ თავისი მეთოდები შეცვალა, ის საბოლოოდ დააკავეს. როგორც ჩანს, მას აღარ აკმაყოფილებდა იმაზე იმედის დამყარება, რომ მისი შხამი შემთხვევით იქნებოდა გამოყენებული. ამიტომ მან სამედიცინო ჩანაწერები შეცვალა და პაციენტებისთვის არასაჭირო მედიკამენტები შეუკვეთა. უფრო არბილი იყო მისი დაკავშირება ამ ცვლილებებთან და პოლიციამ დაადვინა, რომ მას ყველა მოწამვლის შემთხვევაში ჰქონდა ცდომა ფიზიოლოგიური ხსნარის პაკეტებზე. მან თავი უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ დამნაშავედ ცნეს 2 პაციენტის სიცოცხლის სართმევაში და ასევე უამრავი სხვა ადამიანის დაზიანებაში. ნომერი 4. ირინა გაიდამაჩუკის მეგობრები და მეზობლები მას იცნობდნენ როგორც ზრუნველ დედას, რომელიც თავის ქალიშვილის სკოლაში ეხმარებოდა. მისმა ქმარმა იცოდა, რომ მას ალკოჰოლთან პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რამდენად შორს წავიდოდა სასმელის მისაღებად. გაიდამაჩუკი დაიბადა საბჭოთა კავშირში და საბოლოოდ შეხვდა და დაქორწინდა იური გაიდამაჩუკზე. თავდაპირველად ყველაფერი კარგად ჩანდა, მაგრამ გაიდამაჩუკს უკვე ალკოჰოლთან პრობლემა ჰქონდა. მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ იური მას ფულის ხელმისაწვდომობა აღუკვეთა, რადგან შიშობდა ყველაფერს არახში დახარჯავდა. ამის მიუხედავად, ის მაინც პოულობდა ალკოჰოლის საშოვნელ გზებს და ამავდროულად ჩვეულებრივი დედის სახეს ინარჩუნებდა. ამავე დროს 2000-იან წლებში ამ რაიონში ხანდაზმული ქალები შიშში ცხოვრობდნენ. დანაშაულები 2002 წლის ივნისში დაიწყო. ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში მძიმე თავის ჭრილობებით იპოვეს. ისეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, თითქოს მას ჩაქუჩით დაერტყათ. მისი საფულიდან ფული იყო წაღებული, მაგრამ ეს $25-ზე ნაკლები იყო. შემდეგი 8 წლის განმავლობაში კიდევ 17 ქალი გახდებოდა ამ შემაშფოთებელი დამნაშავის მსხვერპლი. თავდაპირველად პოლიცია ფიქრობდა, რომ ისინი მამაკაცს ეძებდნენ. ეს ერთადერთი შესაძლებლობა ჩანდა, რადგან დანაშაულები ესეთი ძალადობრივი იყო. მაგრამ ეს სიმართლე არ აღმოჩნდა, როდესაც ერთმა მსხვერპლმა რუსეთის ეგრეთ წოდებულ მონსტრს თავი დააღწია. ხანდაზმული ქალი თავის ბინაში იპოვეს იატაკზე, სერიოზული თავის ჭრილობით. მისი ბინა თავდაპირველად იყო დატენებული, მაგრამ მხოლოდ მცირე რაოდენობის ფული იყო წაღებული. საავადმყოფოში ყოფნისას მან პოლიციას უთხრა, რომ მას ქალი დაესხა თავს. თავდაპირველად პოლიცია ფიქრობდა, რომ ის ფსიქიკურად არ იყო ჯანმრთელი და რომ უბრალოდ კაბაში ჩაცმული კაცი იყო, მაგრამ მსხვერპლი განაგრძობდა დაჟინებით მტკიცებას და საბოლოოდ მას დაუჯერეს. პოლიცია ახლა ქალს ეძებდა. ათასობით ადამიანი გამოიკითხა და ქალი სახელად მარინა ვალივა დააკავეს. მარინამ პოლიციის ზეწოლის ქვეშ დანაშაულები ავიარა, მაგრამ თავდასხმები გაგრძელდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე-17 ქალმა დაკარგა სიცოცხლე სერიული მკვლელის ხელში, პოლიციამ ნამდვილი დამნაშავე გამოავლინა. ბოლო მსხვერპლი იყო 81 წლის ქალი სახელად ალექსანდრა. მეზობლებმა კარგად დაინახეს ქალი, რომელიც ალექსანდრას ბინის მოსართავად იყო მოსული და როდესაც ალექსანდრას სხედარი აღმოაჩინეს, პოლიციას აღწერაც მიცეს. პოლიციის ესკიზის გამოქვეყნებიდან 5 დღის შემდეგ გაიდამაჩუკი დამნაშავე გამოიცნეს. თავდაპირველად მან ავიარა და პოლიციას უთხრა, რომ მსხვერპლთა სიცოცხლეები იმისთვის საართვა, რომ ალკოჰოლისტვის ფული ქონოდა. სასამართლოში მან სცადა თავისი დანაშაულების უარყოფა, მაგრამ მაინც დამნაშავედ ცნეს. მას მხოლოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მესამე ნომერი 2010 წელს ძარცვების სერიამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ მაშინ დააკავეს დამნაშავე, როცა მან თავისი ბოლო მსხვერპლის ბანკომატის ბარათის გამოყენებას სცადა. ჯონ უესლი იული უკვე დიდი ხნის კრიმინალური ძარცვით გამოირჩეოდა, როდესაც 2010 წელს მაღაზიიდან ქურდობისთვის დააკავეს. დანაშაულები განსხვავდებოდა, შეიარაღებული ძარცვიდან ბინაში შეჭრამდე და ჩეკების გაყალბებამდე. მისი ბოლო დანაშაული იყო ფასის ნიშნულების გადაცვლა Home Depot-ის მაღაზიაში. კალიფორნიაში მცხოვრებ იულეს სამი დარკმისტესის მიხედვით პირველი 2 მსჯავრის შემდეგ შეიძლება სამუდამო პატიმრობა მიესაჯოს მძიმე დანაშაულისთვის. ლოს-ანჯელესში კი ეს წესი მხოლოდ მაშინ ამოქმედდა, თუ მესამე დანაშაული ძალადობრივი იყო. იული იყო სამი დარკმისტესის წინააღმდეგ გამორჩეული აქტივისტი და ამ თემაზე სატელევიზიო შოუშიც გამოჩნდა სასაუბროდ. Home Depot-ში ჩადენილი დანაშაულისთვის 32 თვიანი სასჯელი მიუსაჯეს. მაგრამ ის გადაუადეს, რათა წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია ჩაეტარებინა. იულმა გადაწყვიტა ეს დრო უფრო ძალადობრივი დანაშაულების ჩასადენად გამოიყენებინა. მისი პირველი მსხვერპლი იყო 80 წლის ჰანა მორკოსი. მორკოსების სახლში შეჭრის შემდეგ იული ჰანა მორკოსს შეხვდა. გაქცევის ნაცვლად იულინს სასტიკა დაარტყა მოხუც კაცს და მას გულის შეტევა გამოიწვია. ჰანა მორკოსის სხედარი მისმა ოჯახმა მეორე დღეს აღმოაჩინა. რამდენიმე კვირის შემდეგ იულემ თავისი მეორე მსხვერპლის, დენის რობერტსის სიცოცხლე წაართვა, რომელიც იულის ქუჩაზე ცხოვრობდა. როგორც ჩანს, მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენასთან საკუთარ უბანში. მან 53 წლის ქალი დააბადა სიცოცხლე წაართვა, შემდეგ კი მისი სახლი გაძარცვა.
ხოლოდ 9 დღის შემდეგ ლიმონს და რობენ თორნეგის თავს დაესხნენ. იულმა კომუნალური სამსახურის თანამშრომლად გაასაღა თავი, რათა წყვილის სახლში შესულიყო და შემდეგ მათზე თავდასხმა განეხორციელებინა. ისინიც დააბა, სანამ იული მათ სიცოცხლეს წაართმევდა. სამწუხაროდ, მათი ცხედრები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს, როცა შეშფოთებულმა ოჯახის წევრებმა პოლიციას სთხოვეს შეემოწმებინათ მათი მდგომარეობა. დანაშაულის გამოძიებისას პოლიცია გაკურებული დარჩა, როცა რობინის პარათი ბანკომატში გამოიყენეს. ბანკომატის კამერებმა დამნაშავის მკაფიო სურათი დააფიქსირეს. ადამიანი, რომელსაც პოლიცია ძალიან კარგად იცნობდა. იულის დაკავების შემდეგ გაერკვა, რომ მან გაძარცული ნივთები ლომბარდებში გაყიდა, რაც მის კავშირს ადასტურებდა წინა ორ ძარცვასთან. მან დანაშაულებში ბრალდებას არ უარყო და ცხოვრების დარჩენილ ნაწილს გისოსებს მიღმა გაატარებს. Number 4. ჯეფრი მაიათი შემაშფოთებელი კრიმინალია, რომელმაც მიიღო მეტსახელი Rhode Island-ის დაუნგლეჯი. მან 3 ქალის სიცოცხლე წაართვა 2002-2003 წლებში და კიდევ 2 ქალს დაესხა თავს, რომლებმაც ძლივს მოახერხეს გადარჩენა. პირველი მსხვერპლი იყო ქალი, სახელად Audrey Harrison. Audrey, როგორც ყველა რეპერის მსხვერპლი, სექსმუშაკი იყო. თუმცა, როგორც სხვა მსხვერპლები, ისიც არ იყო ისეთი ადამიანი, ვისაც ვინმე მოაკლდებოდა. 2003 წლის 9 თებერვალს მან დედას დაემშვიდობა და უთხრა, რომ იმავე დღეს მოგვიანებით ეწვეოდა. ეს ვიზიტი აღარ შედგა და Audrey-ს დედა მისი გაუჩინარება პოლიციას აცნობა. პოლიციამ, როგორც ჩანს, საქმე სერიოზულად მიიღო. ამავე პროფესიაში მომუშავე კიდევ ერთ ქალზე, სახელად Jane Smith-ი, თავდასხმა მოხდა და პოლიციას ეჭვი ჰქონდა, რომ Audrey შესაძლოა იმავე თავდამსხმელის მსხვერპლი გამხდარიყო. შემდეგ იმ მამაკაცმა კიდევ ერთ ქალზე, Kristen Dumont-ზე მიიტანა თავდასხმა, რომელიც გადარჩა. მამაკაცი Timothy Scanlon-ად ამოიცნეს. მაგრამ სანამ Scanlon სასამართლოზე წაიყვანდნენ, Kristen-იც გაუჩინარდა. 2004 წლის მაისში სკენლონი მოგვიანებით სმითზე თავდასხმაში დამნაშავეცნეს, მაგრამ 2 დაკარგულ ქალთან კავშირში უდანაშაულოცნეს. 2004 წლის ივლისში იგივე პროფესიის მესამე ქალი გაუჩინარდა. Stacey Goulas დაკარგვის შესახებ მისმა შეყვარებულმა განაცხადა. პოლიციამ სცადა კრიმინალის გამოჩერა ფარული ქალი პოლიციელის გამოყენებით, მაგრამ რეპერმა ანკესი არ ჩაყლაპა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მივიდა საიდუმლო, ანონიმური ზარი საქმე გაიხსნა. დამრეკავი იყო მამაკაცი, რომელმაც უთხრა პოლიციას, რომ ესაუბრათ ჯოსელინ მარტინთან. ჯოსელინმა პოლიციას უთხრა, რომ ერთ-ერთმა კლიენტმა მასზე იძალა. მან ჯოსელინი თავის სახლში წაიყვანა, შემდეგ კი უგნიდან დაესხა თავს. მან წინააღმდეგობა გაუწია და გაქცევა უახერხა. მისი კარიერის გამო პოლიციაში არ მიუმართავს, მაგრამ ეხლა მათ ყველა დეტალი მიაწოდა, რაც რიპერის მისამართის დასადგენად სჭირდებოდათ. პოლიციამ ასევე გაიგო, რომ იმავე მისამართზე მეორე ქალიც დაესხმენ თავს და ისიც გადარჩა. იქ მცხოვრები მამაკაცი იყო ჯეფრი მაიათი. თავდაპირველად მან უარყო რაიმე მონაწილეობა, მაგრამ მისი სახლის ჩრეკისას აბაზანაში შემზარავი სურათი აღმოაჩინეს. სწორედ აქ ამუშავებდა ის გვამებს. მაიათმა აღიარა, რომ Audrey, Kristini და Stacey მოკლა. მან მათი ნეშტები აბაზანაში დაამუშავა, ნაგვის პარკებში ჩააწყო და შემდეგ კომერციულ ნაგვის კონტეინერებში გადააგდო. ნაგავსაკრელის ჩრეკისას Stacey-ს ნეშტი იპოვეს, მაგრამ დანარჩენი 2 მსხვერპლის პოვნა ვერ მოხერხდა. პირველი ნომერი 1993 წლის ივლისში ლონდონის პოლიციამ გაავრცელა ვიდეოკამერის კადრი სერიული მკვლელის სავარაუდო მსხვერპლისა და უცნობი მამაკაცის, რომელიც დამნაშავედ მიიჩნეოდა. ეს მტკიცებულება იყო ის, რამაც საბოლოოდ Colin Ireland-ის დაცემა გამოიწვია. დანაშაულები იმ წლის მარტში დაიწყო. Peter Walker-ი წარმატებული ქორეოგრაფიის რეჟისორი იყო West End-ში. ის ასევე ჰომოსექსუალი იყო და სტუმრობდა Colburn-ის კლუბს Earl's Court-ში. Poppy პოპულარული იყო ჰომოსექსუალი მამაკაცების შორის, რომლებიც სხვადასხვა ფერის ცხვირსახოცებს ატარებდნენ იმის საჩვენებლად, როგორი ტიპის ურთიერთობა მოსწონდათ. Walker-ს მიუახლოვდა მამაკაცი, რომელმაც მას თავის სახლში დაპატიჟა. Peter Skelly, მისი საბნის ქვეშ იპოვეს. მოგვიანებით დამნაშავე, ვინც დანაშაულზე იყო პასუხისმგებელი, ეროვნულ გაზეთს დაუკავშირდა, რომ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა აეღო, მაგრამ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ პიტერის ძაღლი ბინაში გამოკეტილი დატოვა. ეს ზარი პირველი იყო მრავალი ზარიდან, რომელსაც Colin Ireland-ი განახორციელებდა. Ireland-ი 38 წლის იყო, ორჯერ განქორწინებული და იმ დროს უმუშევარი. წინა წელს მან დაასკნა, რომ არავინ იყო და საახალწლო გადაწყვეტილება დაისახა, ეს სერიულ მკვლელად ქცევით შეეცვალა. მისი ერთ-ერთი ყოფილი ცოლის თქმით, მას ზულდა ჰომოსექსუალი მამაკაცები და ისინი ადვილ მსხვერპლად მიაჩნდა. განსაკუთრებით, ის მიზანში იღებდა იმ მამაკაცებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ შეკვრას. Peter-ს შემდეგ, Ireland-ის შემდეგი მსხვერპლი იყო Christopher Donny, ბიბლიოთეკარი და Coleraine-ის კლუბის კიდევ ერთი სტუმარი. დანაშაული კიდევ უფრო შემაძრწონებელი იყო და კვლავ, Ireland-მა პრესასა და პოლიციას დაუკავშირდა, რათა თავისი დანაშაულით აბუჩა დაეგდო ისინი. ამერიკელი ბიზნესმენი სახელად Perry Bradley და მოხუცთა სახლის მომლელი სახელად Andrew Collieri ასევე გახდნენ მსხვერპლები.
მათი გარდაცვალებებს შორის ნაკლები ვიდრე ერთი კვირა გავიდოდა. მხოლოდ მეოთხე დანაშაულის შემდეგ შეძლეს პოლიციელებმა კანონზომიერებების ამოცნობა. გარდა იმისა, რომ ყველა დანაშაულში მეთოდი ერთნაირი იყო, პოლიციამ მათი ბოლო ცნობილი ადგილმდებარეობა კოლორაინის კლუბად დაადგინა. იმ დროს ბრიტანეთის პოლიციასა და ჰომოსექსუალურ საზოგადოებას შორის ურთიერთობა არ იყო კარგი, რაც შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ გარკვეული მსგავსებები გამორჩათ. მაგრამ პოლიციამ საბოლოოდ მიიღო ზომები ჰომოსექსუალური საზოგადოების გასაფრთხილებლად, პრაიდის ღონისძიებებზე ფლაიერების დარიგებით ცდილობდნენ მეტი ინფორმაცია მიიღოთ. მათ ასევე უბიძგა აირლენდის კიდევ ერთმა ზარმა, რომელმაც თქვა, რომ თუ არ დააკავებდნენ, კვირაში ერთხელ თავს დაესხმებოდა. აირლენდის ბოლო მსხვერპლი აღმოაჩინეს 15 ივნის, თუმცა დანაშაული 3 დღით ადრე მოხდა. ემანუელ სპიტერი იყო შეპი, რომელიც ბოლოს ნახეს კოლორაინის კლუბში 12 ივნის. ის კლუბიდან გავიდა მამაკაცთან ერთად, რომელსაც სავსე სახე, მოკლე მუქი თმა და გაუფერულებული კბილები ჰქონდა. შემდეგ პოლიციამ იპოვა სათვალთვალო კამერის ფოტო, სადაც ემანუელ სპიტერი და მათი ეჭვმიტანილი მეტროს სადგურზე არიან გამოსახული. აირლენდმა თავად გამოცხადდა და თქვა, რომ ფოტოზე გამოსახული კაცი ის იყო, მაგრამ თქვა, რომ ემანუელ სპიტერთან ერთად წავიდა მის ბინაში, თუმცა იქ დატოვა ის სხვა მამაკაცთან ერთად. მაგრამ პოლიციამ აირლენდის ანაბეჭდები ენდრუ კოლიერის სახლში იპოვა. მან საბოლოოდ ავიარა თავისი დანაშაულები და პოლიციას უთხრა, რომ სურდა ცნობილი გამხდარიყო. მას 5 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გაატარა. დიდი მადლობა რომ მოგყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ვილოგს. ესევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მაგრამ ჩემი სახელია Top 5 and Nonzy და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.